გამარჯობა, თქვენთან არის ისევ საბა ხაშალია და მე თქვენ გასწავლით როგორ უნდა გავაფერადოთ ჩვენი ვენტილატორი, მაგალითად თქვენ ვენტილატორს აქვს მწვანე ან ლურჯი ფერი, ან ვაფშე თეთრი ფერი და თქვენ უკვე გეზიზღებათ ეს ფერი. უნდა აიღოთ ფლამასტერები და გააკეთოთ აი ასე როგორც მე. გარედან კი ჩანსურეთ, მაგრამ თუ დატრიალებთ ლამაზია, ხედავთ? შენ მე კიდევ მე დავდი აი აქა ერთი ბეჭედი ნუ როგორ თქვა ბეჭედი არა მაგრამ ყუილენ ბეჭედი არა მაგრამ თავარია რომ რაღაცა არის ხოდა ეხლა ასაულით როგორ უნდა გააფერადოთ ვენტილატორი აი შიგნით აი ამ ადგილას ურთავთ ვენტილატორს პირველზე ვიღაც მურჩან წონეს ფლომასტერს ჩემთვის ესაა თავ არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფერის ფლომასტერია მთავარი ამ ლუკი იყოს ვიღებ და რობოტის ხმაც იწყება ცოტა ასეთი და ვაფერებ უყურეთ ესე იგი ეს გავაფერეთ ახლა ვიღებ ლურჩს და შეხედეთ მოდი როგორ ეს მაცირები გამარჯვება ფაქტოს ათასო ადგილები. და ინდივიდუალური ეხლა ცოტა გავადიდეთ რომ დაინახოთ როგორია. ძალიან ლამაზი გამოდის. და რაც თავარია ის ლამაზდება და შეხედეთ შენ ვიცი ცოტა ხმა არის მაგრამ ალამაზებს და გამოვთოთ ახლა და დავინახოთ რა გამოგვიდა და გამოგვიდა რაღაც ცუდი და თუ არ მოგეწონებათ ეს ფერი და რაღაცა არ მოგინებთ აი უბრალოდ ჩემი გაკეთებული აი რაღაცა და დაიწყეთ აი ასე მუზეუმის სეზონი იწყება. ჩაერთება აქტიკობის სერვისი მუზეუმი. საზღვარგარეთის საფედეში მენოდი და დაბალიტარების დარება. ასევე შეიძლება რომ შეხედოთ როგორ აშორებს. ხედავთ? შეხედოთ როგორ აშორებს. ძალიან კარგად აშორებს. ესა. საჩუქრის გადაცემა ყველაზე სასიამოვნო პროცესია. სწორედ ჩემი პირველად ვწდი ამას. ვაი, თქმა ჰქონდა. ასე, ეხლა ისევ გავაფერადებ და ვნახოთ, აბა კიდევ თუ მოსცილდება. აი, ეს კვანტიდანაც ხედავთ. გავუკეთებ, შიგნიდანაც გავუკეთებ. და ეხლა ვნახოთ, როგორ მოაშორებს, აბა. აი, გეუბნებით კიდევ აი ასეთი არის. ეს თითი შეგიძლიათ თითზეც დაიმაგროთ და დავიდა მაგრამ მე მერჩენია აი ასე რა უფრო მივეჭვი და ვნახოთ რა ხდება შეხედეთ ფანტასტიკა როგორ აშორებს კრასკას შეგიძლიათ კიდევ გააკეთოთ აი ასე გავაფერდეთ ახლიდან და შეღარეთ ლამინატი 10-25 მეტრიდან ფაზი ყველაზე იაპი ჰიპერმარკეტი შეღარეთ ლამაზი ფაზი მაგარგია და ეხლა რომ ისევ გავაკრასკოთ პროსტა უნდა აგერავიყოთ ვირტიოთ წინ და თვითონ კრასკდება იმიტომ რომ თქვა ეხლა ვენტილატორი ტრიალებს და აბა ეხლა ნახოთ ყველ თქვენთან იყო საბა ხანჯალია და ჩვენი ვენტილატორი თუ გასმიდეს რობოტის ხმა მე ვიყავი გასაგებია ესე იგი ნუ პაკარა პროსტა პაკარა